მესტიაში სვანეთობა აღნიშნა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან გამოფენილი იყო ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები. ჩატარდა სვანური კულინარიის მასტერკლასი. პარალელურად მიმდინარეობდა ფოლკლორული ასამბლების კონცერტი. სვანეთობაზე გამოავლინეს მესტიის საპატიო მოქალაქეს ესწოდება ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს ლუხუმ ჩხვიმიას მიანიჭეს. სრულიად სვანეთს ულოცავს სვანეთობას. ეს დღე ნამდვილად არის ამ უნიკალური ბუნების, ისტორიის, ტრადიციის, კულტურის, სვანეთის სამზარეულოს დღესასწაული. ეს დღე უკვე იქცა ტრადიცია და მე მინდა წარმატებები უსურო ამ ულამაზეს კუთხეს. სვანეთობა ეს უკვე მე-11 წელია რა სტარდება და ტარდება იმისათვის, რომ აღდგეს ის ძველი ტრადიციები, ძველი სამზარეულო, ძველი ფოლკლორი. რამდენი ვიზიტორია, რამდენი უცხოელი ამოსული და უყურებენ ქართულ მართლმსაჯულებას, ქართულ სამზარეულოს, ქართულ ფოლკლორს, ამას ყველაფერს და მე მოხარული ვარ და ულოცავ მთლიანად როგორც მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მთელ საქართველოს ამ სვანეთობას. არც ერთი ქვეყნის, არც ერთი ქალაქის საპატიო მოქალაქეობა არ გამიხარდებოდა ისე, როგორც გამიხარდა ჩემი სვანეთის, იმიტომ რომ ეს სვანი ვარ ჩემი სიზმრით, ხორცით, არწებით და ვამაყობ იმითი რომ სვანი ვარ.